სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. თუ გიფიქრიათ, რომ თანამედროვე ქრისტიანისთვის ყველაზე რთული რა არის? შეიძლება იფიქროთ, რომ ალბათ ბოროტებასთან ურთიერთობა ან გამკლავება, ლოცვა, მარხვა, მტრის შეყვარება, ხო, უამრავი პასუხი არსებობს ამ შეკითხვაზე. ერთი ახალგაზრდა მოღვაწე ბერი უდაბნოში მოღვაწეობს და იმ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ ხეცებთან დამეგობრდა, როგორც სერაფიმ საროველთან მოდიოდა დათვი, როგორც მამა გერასიმესთან მოდიოდა ლომი. და აი ამ ხელა სიწმინდეს ცოტა ცხოველებში არის მახსოვრობა სამოთხისეული გენეტიკურად, რომ ოდესაც ადამიანი არის განწმენდილი, ხო ის არაფერს არ ერჩის. ესეთი ქართული ანდაზა არსებობს, რომ კაი კაცო ძაღლიო არ დაკეპსო. ეს მართლა ასია, ჩემო კარგებო. და ეს მოღვაწე ბერი სულიერ ახტაცებაში მოვიდა და მივიდა თავის მოძღვართან და ახარებს, რომ იციო, რომ მეო ჩემ გარეულ ცხოველებთან დავმეგობრდიო. ძალიან კარგიო, შეაქო. მოძღვარმა ეხლა წადიოდა ერში ადამიანებთან იმეგობრეო. ყველაზე რთული, ჩემო ძვირფასებო, არის ადამიანებთან ურთიერთობა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან რთულია ადამიანთან ურთიერთობა, როცა სხვადასხვა წამსი გაქვთ, სხვადასხვა ინტერესები და სხვადასხვა მოთხოვნილებები. ცოლ-ქმარ შორის, დედა და მამას შორის, მშობლებს შორის, შვილებს შორის, მეგობრებთან, ეგრეთ წოდებულ მეგობრებთან და ასე შემდეგ. ძალიან მარტივია ავტომობილის მართვა, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, პატარა ბავშვი რო იბადება, უკვე იცის პროგრამები და თავისუფლად აკეთებს ყველა ღონისძიებას. მაგრამ უჭირს დედის დამორჩილება, უჭირს ის, რომ რაღაცას რო ეუბნევიან, ეწინააღმდეგება. აი დააკვირდით, ნებისმიერი პატარა ბავშვი, ნახეთ როგორ იქცევა და მიხვდებით ადამიანი როგორი დაზიანებული იბადება უკვე დედის საშოდან. უკვე დაზიანებულია და რას ვამბობთ ხოლმე? როგორი გაეშმაკებულია, ხო ასეა. და ეს ეშმაკი კი არ კვდება ის მერე, უკვე უფრო და უფრო იზრდება და უფრო რთულდება მერე მასთან ურთიერთობა. როგორ მიაღწია მესამე საუკუნეში პანტელემონმა, რომელსაც ერქვა ყოვლად ლომის სახელად, პანტელემონი ნიშნავს ყოვლად ლომს. ადამიანს რო ყოვლად ლომს დაარქმე, ხო, ქართველებმა რო იციან, ლომივით კაციაო. ეს ძალიან საქებარი სიტყვა. როგორ შეიყვარა ადამიანები, რომ გახდა პანტელეიმონი, ანუ ყოვლად მოწყალე. ძალიან დიდი სახელია პანტელეიმონ, ყოვლად მოწყალე. როგორ ღმერთმა პანტელეიმონი აირჩია უერცხლო მკურნალად კოზმა, დამიანე, ერმოლაოსე, დიომიდე, მუკი, თალალე და ჩვენ არა გვირჩია? მიკერძოება არის ღმერთთან, როგორ ფიქრობთ? მაშინ ღმერთი რა გამოდის? წმინდა ნიკოლოზი აირჩია ბავშვობიდანვე, ჩვენ კიდევ არა. რას ნიშნავს ეს? უსამართლობას აქვს ადგილი? ზოგი ამთავრებს სამედიცინოს, მერე დოქტორი ხდება, მერე მოკლედ აკადემიკოსი და ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, დიაგნოზი ვერ დაუსვავს. რისი ბრალია, ჩემო ძვირფასებო ეს? სასულიერო პირები, დავანებოთ ექიმებს თავი. სასულიერო პირი შეიძლება სემინარია, აკადემია, მაგისტრი გახდა, მოკლედ დოქტორი გახდა, პროფესორი გახდა. არ შეუძლია ორი სიტყვა რო იქა დაგოს და არ შეუძლია რომ ადამიანს ღმერთზე ესაუბროს. ფიქრობს რომ ის ძალიან განათლებულია და სხვები ძალიან დაბალი დონის ადამიანები არიან. რა არის საიდუმლოება პანტელეიმონის და სხვა დიდი უვერცხლო კურნალების? რა არის საიდუმლოება, როგორ ფიქრობთ? რომ შეიძლება ერთმა სოფლის ექიმმა, ერთმა სოფლის მღვდელმა
ადამიანი განკურნოს სახარების ქადაგებით, ღიმილით, მოკითხვით და ვიღაცის კარებზე აწერია დოქტორის შესვლა ღირს 250 ლარი, მაგრამ ისეთივე სნეული გამოდიხარ, როგორიც შეხვედი. მიზეზი არის ჩემო ძვირფასებო უსიყვარულობა. პანტელეიმონს ისე უყვარდა ადამიანები, რომ ღმერთმა მას მიანდო კურნების ნიჭი და ის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე კურნალობდა ადამიანებს. პანტელეიმონს რო ადამიანი არ ყვარებოდა, ვერაფერს ვერ გააკეთებდა. წმინდა ნიკოლოზს რო ადამიანები არ ყვარებოდა, ესეთი დიდი საკვირველმომქმედი ვერ იქნებოდა. იოანე ოქროპის რო ადამიანი არ ყვარებოდა, ასეთ ჰომილიებს ვერ დაწერდა და ვერ გადმოსცემდა. ცოლ-ქმარს რო ერთმანეთი უყვარდეს ჩხუბი ოჯახში აღარ იქნება. რატომ არის რომ უყვირი ვართ? მეც უყვირი ვარ ხშირად. რატომ უყვირი ვართ? იცით, გვერდზე დგა ადამიანი და უყვირი ხარ. იმიტომ რომ შენი გული და მისი გული შორს არის. არ ესმის, წყნარად რო ესაუბრები და მე იწყებ ყვირილს. და რო ყვირი ხარ, უფრო შორდებით ერთმანეთს. და უფრო ზიანდებით, უფრო დიდი ხდება ის დანახეთქი შენსა და შენს მეუღლეს შორის, შენსა და შენ შვილს შორის, შენსა და შენ მშობლებს შორის. ხო გინახავთ მოძღვრები, როგორი ზოგიერთი, როგორი მკაცრია და როგორ ერთ ამბავში აგდებს თიქაროსნებს და მგალობლებს. რატო მიხვედი მოძღვარო, ექიმო, კაცო, ქალო, ცოლო, ქმარო ამ მდგომარეობაში, რომ არ ესმის მრევლს შენი პაციენტს ვერ აგებინებ, შენ ქმარს ვერ აგებინებ, შენ ცოლს ვერ აგებინებ, შენ შვილს ვერ აგებინებ. ყველაზე რთული ეს არის რომ დედა რო ელაპარაკება და შვილს რო არ ესმის. ან პირიქით შვილი რომ ესაუბრება დედას და არ ესმის. ერთი ღდელმონაზონი ბერი ვნებით დასნეულდება და ერთი ლამაზი ქალი შეუყვარდება. ეს ლამაზი ქალი აღმოჩნდება ერთი მაგის, ჯადოქარის, მჩხიბავის, ჯამბაზის, ვიღაცის შვილი. და ეს ბერი ეტყვის რომ მინდაო რომ ცოლად მოგიყვანო. და ეს გოგო ეკითხება მამას რომ რა გავაკეთო? უთხარიო რომ ბერობაზეო, ანუ მონაზონობაზე უარი თქვასო. მივიდა და ეუბნება თუ გინდა რომ შენი ცოლი გავხდეო, უარი თქვიო. მონაზონობაზე. მაშინ ვე გაიხადა კაბა, კუნკულ ბარტყუმი მოიხსნა, პარამანი მოიხსნა. ეხლა გამომყვებიო? კიდე რა გავაკეთო ეუბნება მამას. ჯადოქარ მამას ეუბნება ეს გოგო. უთხარიო, ეგ არ არისო საკმარისიო, უთხარიო რომ ეკლესია დაგმოსო. მაშინვე დაგმო ამან ეკლესია, იმდენად არის შეპყრობილი ვნებით. მივიდა გოგონა და ეკითხება თავის მამასო, საკმარისიაო? არ არისო საკმარისიო, ქრისტე დაგმოსო, ქრისტეო. და მერე გაყევით ცოლათო. მივიდა დაგმეო ქრისტეო, დაგმო ქრისტე. მივიდა და საკმარისიაო მამა ეხლაო. არ არისო საკმარისიო და კიდე რა დავავალო? არ ვიციო შვილო, რა უნდა დაავალო, მეტი რა უნდა დაავალო, მაგრამო ერთ რამესა ვხვდებიო, რომ ღმერთისგან მის მიმართ მოდისო ძალაო, მადლი მოდისო და ვერაფერს ვერ ავშველი ამ მადლსო. მივხვდით? დაგმო თავისი აღთქმა, ბერობაზე თქვა უარი, ქრისტე დაგმო, ეკლესია დაგმო, მაგრამ ღმერთის სიყვარული ვერ შეცვალა. ესმით? ღმერთმა დაინახა რომ ამ მდგომარეობაში ეს საბრალო ადამიანი და არ შეწყვიტა ღმერთმა სიყვარული. ღმერთი არასდროს არ იცვლება, ჩემო კარგებო, ჩვენს მიმართ. ჩვენ რაც გინდა ის გავაკეთოთ, ღმერთი მაინც ღმერთია. სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მაგრამ თუ შენ ბოლომდე უგუნური დარჩები და არ გექნება ერთგულება და სიყვარული ღმერთის, მაშინ ვერც განკურნებას მიიღებ. ვერც იმ პატივში დაბრუნდები, როგორც უძღები შვილი დაბრუნდა ღმერთთან პატივში. სულ ჩხუბი გექნება მეუღლესთან, სულ ავადმყოფი იქნები, სულ კლინიკაში მოგიწევს სწოლა. სულ სავანტყოფოს კარებზე, ციხის კარებზე მოგიწევს ყოფნა. და იქნები პირდაღებული, გაკვირვებული, რომ რატო არ ვიკურნები, რატო არ მეხმარება ღმერთი, რა დღეში ვარ კაცო, რა მჭირს. რა მჭირს? პანტელეიმონ მკურნალი და სხვა მკურნალები, ჩემო ძვირფასებო ადამიანებს
როგორც გითხარით, სიყვარულით კურნავდნენ, ოღონდ პირველ რიგში კურნავდნენ არა სხეულს, არამედ სულს. თუ ადამიანის სული არ განიკურნა, რამდენჯერაც გინდა ის განკურნო, მაინც დაავადდება. ღორი მაინც თავის ტალახიან გუბეს დაუბრუნდება. ადამიანის განკურნება იწყება მისი სულიერი მდგომარეობიდან. რამე თუ სული არის მე ვიოლინე, ჩვენი სხეული არის ვიოლინო, ჩვენი სხეული არის ეტლი და მეტლე, როგორც გალაქტიონი ბრძანებს თავის შესანიშნავ ლექსში, ხო? ჩვენი მეტლე და მე ვიოლინე არის ჩვენი სული. და თუ ჩვენი სული იქნება დასნეულებული, ჩვენ ყოველთვის სნეულებაში ვიქნებით. როგორ უნდა განიკურნოს ჩვენი სული? ჩვენ ესე ვიცით ხოლმე მარტივად, აღსარება, ზიარება, მარხვა, აღსარებასაც ამბობენ, ეზიარებიან კიდეც. მარხულობენ, მაგრამ არ იკურნებიან. რატო? რატო არ იკურნებიან, როგორ ფიქრობთ, ჩემო ძვირფასებო? იმიტომ რომ ფარისეულურად აკეთებენ ამ ყველაფერს. დადგება დრო და წირვაზე ქრისტე აღარ დაესწრება. მე კი არ ჩავატარე ახლა წირვა და ეს იოანე ოქროპირის წირვა კი არ იყო. ეს იყო იესო ქრისტეს მიერ აღვლენილი. შენთაგან, შენ და შემწირველი. იესო ქრისტეა ყველაფერი, ჩემო კარგი, მე თანამწირველი ვარ. მე ვინა ვარ, რა უნდა ვწირო, როგორ უნდა ვწირო, მე ცოდვილმა ადამიანმა, რანაირად შეიძლება მე წირვა ჩავატარო. მაგრამ დადგება დრო, ბოლო ჟამს ჩატარდება წირვა და წირვაზე ქრისტე არ იქნება. წირვაზე ქრისტე არ იქნება. და ძალიან ბევრ წირვაზე ვატყობ, რომ ქრისტე აღარ არის. რატო? არავის არაფერი არ ესმის, არის ქაოსი და არის ხმაური, ვერ გაიგებ ღდელი რას ამბობს, გუნდი რას გალობს, მე დავითნე რას კითხულობს, არავის არაფერი არ ესმის. ჩქარა ზიარება დაიწყო. მორბიან მე ეზიარებიან. რას ეზიარებიან არიციან და გარბიან მე. წირვიდან რომ მიდიხართ, თუ სტიქაროსნები გაჩერდები, ძალიან დამავალებთ რა. წირვიდან რომ მიდიხართ, ადამიანებს შეგეკითხოთ რომ შვილი დააქორწილე? რამე შეიძინე? ისეთი განათებული სახე უნდა გქონდეთ აქედან წავსულ ადამიანს რომ დაგინახავენ შენი მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები, უნდა გითხრან რა ხდება, რა ბედნიერი ხარ. ზიარების მერე რომ გადიხარ და ტელეფონზე ელაპარაკები ეგრევე ვიღაცას, რაღაც სისულელეებს, ცოტა ხანი შეირგე ზიარება, მიხვდი ვის ეზიარე. მიხვდი რომ ეზიარე და ცოტა ხანი შეირგე. გაითავისე რომ ამხელა წყალობა მოგცა ღმერთმა რომ საკუთარი სისხლი და ხორცი გიწილა და შენ უღირს ადამიანს. და ეს შეიგდე და არც ქადაგებას ელოდებიან, არც ჯვარზე ამბობს, არც ევლოგიის მიღებას უკვე გარბიან და აბა ის როგორი იყო, აბა ეს რა იყო, აბა რამდენი კაცი ვიკრიბებით, სადავჭამოთ, სადავლიოთ, სადვიქეიფოთ და გუშინ უყურე იმ გადაცემას, ნახე, როგორი პოლიტიკური ისინი იყო. რამოდენიმე საათი მაინც გაიაზრეთ, ჩემო კარგებო, სად იყავით, რა მოისმინეთ, ვის ეზიარეთ. ადვილია მოხვიდე იგალობო და წახვიდე, ადვილია მოხვიდე იქადაგო და წახვიდე, ადვილია მოხვიდე ეზიარო და წახვიდე, ადვილია წაიკითხო და წახვიდე, მაგრამ აბა დაუკვირდი, გეტყობა რამე წირვაზე რო იყავი? თქვათ მარშრუტკის ძღოლი ხარ და მიყავს მარშრუტკა თითქოს კარტოფილი გედოს უკან ტომრებით და უკრავ რაღაც საშინელ ქალაქურ პროსომხურ სიმღერებს. აბა წარმოიდგინე რომ მარშრუტკაში ზის იესო ქრისტე. როგორ ატარებ მარშრუტკას? ძალიან თავაზიან. მაშინვე გამორთავ იდიოტურ სიმღერებს და მაშინვე მშვიდად და წყნარად. ხაჭაპურებს აცხობ. ჩათვალე რომ ქრისტე უნდა მოვიდეს და უნდა მიირთვას შენი გამოცხობილი ხაჭაპური. ხო გემრიელად გამოაცხობ, ხო ექიმი ხარ, მოვიდა პაციენტი, ხო ჩათვალე რომ ქრისტეა. როგორ მოეპყრობი მას? ძალიან თბილად და სიყვარულით, ხო? და აბა რატო წირვაზე რა გჭირს ხალხო მაშინ? დაგვიანებით მოვდივართ, ნაადრევად გავრბივართ. რატო ტაბელი გადავატრიალეთ? თუ რა იყო?
მიხვდით რომ ნელ-ნელა ბოლო ჟამისკენ როგორ მივდივართ? ანტიქრისტეს აღარ გაუჭირდება ჩვენი გადაგვარება, იმიტომ რომ მას უკვე თავისი მრევლი ყავს. გაოცებული ვარ. მე იმ ხალხზე კი არა ვარ გაოცებული. თავარი არხი და ფორმულა რო ქვია. ხო? ეკლესიას თავისი წესი აქვს, ხო? ეპისკოპოსმა ბრძანა რომ ასე არ შეიძლება, შვილო. აქ დასვენება. იმ გავეშებულ ხალხზე არამა ისინი მიზეზს ეძებენ რომ გაგლანძღონ და გაფურთხონ. გავიგე, მაგრამ სტიქაროსნების რეკომენდაციის ისინი წავიკითხე, კაცო, სტიქაროსნები, ჩვენი სტიქაროსნები. ტაძარი მამაოებისა კი არ არის. ვინ გითხრათ რომ მამაოსია ტაძარი? ეკლესია ვიღაცა მამაოებისა კი არ არის. ჩვენი სტიქაროსანი წერს ამას, კაცო. დიდი ხანი არ ყოფილა. ეთყობა ჭეშმარიტებას მიაგნო. რას დავემსგავსეთ ხალხო, რა იყო ეხლა გეგულებათ ესეთი ეპისკოპოსი ანღუდელი რომ არა ნუგეშოს ადამიანი? მაგრამ ადამიანს თავი მოიკლა, როგორ უნდა ვანუგეშო მე, კაცო? რატო იუდა არ აცხო, რატო ქრისტემ იუდას არ შეუნდო? როგორ არ უყვარდა იუდა? ავაზაკს შეუნდო და იუდას რატო არ შეუნდო? არ მივიდა, არ მოინანია. როგორც კი რამე მოხდება, ერთი სული აქვთ და ის ხალხი, ვინც დღეს ეკლესიას ლანძღავს, რო გარდაიცვლებიან, მერე ითხოვენ, რომ შენდობა უთხარი და დაასვენე ცენტრალურ ტაძარში. რატო, შვილო? რატო? ვინ მოგცა ამის უფლება? მართლა ღმრთლებისა კი არ არის ტაძარი და ეპისკოპოსისა. უფლის სახლია ტაძარი და ეკლესია ჩვენ ვართ ყველა. ეკლესია ჩვენ ვართ, ადამიანების კრებულია. მაგრამ შენ რომ ამ კრებულიდან გახვედი, გირჩის წევრი რო გახდი და საშინელებებს რო ჩადიხარ და ამ საშინელებაში რო გარდაიცვლები, რა გიშველო? რა გიშველო? მე არ მაქვს უფლება, არ შენ არ გამოგიწვდია ხელი ჩემთან. ცოცხალი რო იყავი და ჯოჯოხეთ საშინა ვინ აღგიაროს უფალო. დავით მეფსალმონი ამბობს, ხო? მაგრამ მეუფე გერასიმე შესანიშნავი პიროვნება მივიდა ოჯახში, ანუგეშა და დაწყნარდნენ მერე ეს გავეშებული ხალხი, დაწყნარდნენ ცოტა. რას გავს შემოგარგებო ეს ყველაფერი? რა უბედურებაა ეს? რა არის ეს? რა არის და ეს არის ზუსტად უსიყვარულობა, ურწმუნოება და მერე გვიკვირს რომ თანამედროვე ღმრთლები რატომ არ აკურნავენ ადამიანებს, ოჯახებში რატომ არის სიძულვილი, რატომ არის რომ სტიქაროსანი ეკლესიას ლანძღავს? რატომ არის? რატომ არის და უმეცრები რო ვართ, უსიყვარულოები რო ვართ და არ გვესმის? ეხლა გადაიგზავნება პანტელეიმონ კურნალის დღეს გილოცავ რავას და ეს არის ასე და შემდეგ, ხო? თუ სიყვარული არა გვაქვს, თუ ჩვენი სული არ განიკურნა და ჩვენ ამ ყველაფერში მატერიალური დაინტერესება გაგვაჩნია, არაფერი არ ხდება მაშინ ჩემო კარგებო ცის ქვეშეში. მაშინ როგორც რომაელები ამბობდნენ ადამიანი, ადამიანისთვის ვინ არის? მგელი. მგელი. მეტი არავინ. მგელმა კიდევ ჩვენ მგლებისგან ძალიან ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ. მგელი ოჯახის ერთგულია. ცხოვრობენ ოჯახებით და წესრიგი აქვს მგლებს და ადამიანებს ოჯახები აღარ უნდათ. ადამიანი ადამიანისთვის არის საშინელ მდგომარეობაში. ეკლესიაში მოვდივართ რომ ნუგეში მივიღოთ და რას ხედავთ აქ? ღმრთელი ღმრთელს განეკითხავს, მრევლი მრევლს განეკითხავს და საერთოდ არ აინტერესებს ვინ ცუდად არის, ვინ ასაკშია, ვის მოფერება ჭირდება და ვის დახმარება ჭირდება. დაიმახსოვრეთ ჩემო ძვირფასებო, 2-3 სიტყვას გულიდან ამონათქვამს. როგორ ახარ? ღმერთმა დაგლოცოს, მიყვარხარ, ნუგეშინია, ღმერთი ჩვენთან არის. ადამიანის განკურნება შეუძლია, ვიდრე თელ პრეპარატებს ყოველ დღე რო მუჭებით რო მიიღო. ვერაფერი ვერ გვიშველი შემოგარგებო გარდა სიყვარულისა, გარდა მეგობრობისა, გარდა თანადგომისა. თანამედროვე ადამიანი გახდა ეგოცენტრული. დილას ერთ სულიერშვის ვესაუბრებოდ. ეგოცენტრული, მე ესე მინდა, მე ასე ვფიქრობ, მე მგონია რომ ასეა,
მე რატო არ მომიკითხე, მე რატო არ დამირეკე, მე რატო არ მკითხე, ვინა ხარ, რას წარმოადგენ, ჭიავ და მატლო. არაფერი არ ახარ, შენ რო გარდაიცვლები, არაფერი არ დარჩება. შენ გარ 4 ფიცარი და უსულო გვამი და შენ სულს რა ელოდება თუ გიფიქრია მაგაზე, არიცი ხო? ხო და ამიტომ დაიმდაბლე თავი. სთხოვე პანტელეიმონ მკურნალს და იმ ჭაბუკის მამასავით დღევანდელ სახარებაში ძალიან მიყვარს აქ პერსონაჟი. მუხლი მოიყარა, უყურეთ მამებო, კარგად დააკვირდით რა როგორ წერია. ამდენი მშობელი დაიღალა, იცი თავისი შვილით და ხელი აიღო. ბავშვობიდანო იგვემებაო, მაგრამ მამას არ შეუწყვეტია ლოცვა. მამას არ შეუწყვეტია ზრუნველობა. მივიდა მოციქულებთან, მოციქულები ვერ ეხმარებიან. მივიდა და საყვედურის კილოთი ესაუბრება ქრისტეს, რომ ჩემი შვილიო ბავშვობიდან ცუდად არისო და იქნებაო მუხლმოდრეკილი ევედრება, იქნებაო დამეხმარო და განკურნო. აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ხან ცეცხლში ჩავარდებაო, ხან წყალშიო. დაუკვირდით, რას ნიშნავს ჩემო ძვირფასებო, ხან ცეცხლი, ხან წყალი. ეშმაკეული ადამიანი ხან ძალიან მორწმუნეა, ხან ძალიან გულგრილია. ზომიერება არ ახასიათებს ეშმაკეულ ადამიანს. და კარგად დაუკვირდით ახლა თქვენს მდგომარეობას. თუ ხანდახან ძალიან ჭალებში მორწმუნე ხარ და ხანდახან ძალიან არ გაინტერესებს და მიდიხარ ეკლესიიდან, აქ ცოტა ეშმაკეულობას ხომ არა აქვს ადგილი. ადამიანი უნდა იყოს ზომიერი სიყვარულში, სიკეთეში, თავდაბლობაში, უფალთან ურთიერთობაში, ლოცვაში, მარხვაში და ყველაფერში. და დამერწმუნე ჩემო ძვირფასებო, რომ მაშინ დაგვეხმარება პანტელეიმონ მკურნალი, აგერ ხატია და წირვის მერე ეს ხატი მოილოცეთ აუცილებლად, 12 მკურნალია გამოსახული აქ და ღმერთმა ინებოს ჩვენი განკურნება, ჯერ სულიერად და მერე ფიზიკურად. ძალიან ძნელია ჩემო ძვირფასებო სნეულ ადამიანებში ცხოვრება და ბოლოს გირჩევნიათ სამხსარებლოში იტიროთ, ვიდრე ფსიქიატრის კაბინეტში იხარხაროთ. ვისაც ყური გაქვთ ისმინეთ. ჯობია ცრემლები ღვაროთ სამხსარებლოში, ვიდრე ფსიქიატრთან იხარხაროთ და აბებით იყოთ მერე გაჭყები. ეკლესიას შეუძლია ჩვენი განკურნება, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს ამისი საღი, დამოკიდებულება, ამისი ნებელობა, მუხლმოდრეკა, ნდობა და რწმენა იმისა, რომ შეუძლია განკაცებულ ღმერთს ჩემი დახმარება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ჩვენთან არის ღმერთი.